მოგესალმებით, ეს გადაცემა თავისუფალი თემაა. მე ჟურნალისტი შორენა ბიჭიკაშვილი ვარ. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია კახა კუკავა, პოლიტიკოსი, თავისუფალი საქართველოს ლიდერი. დიდი მადლობა ბატონო კახა, რომ ხართ ჩვენთან ერთად და პასუხობთ ჩვენს კითხვებს. პირიქით, მადლობა თქვენ მოწვევისთვის. ბატონო კახა, თქვენთან საუბარი მინდა დავიწყო ამ საკითხით. ეს არის რაც შეეხება ელექტროენერგიის გათიშვას, რომელიც უკვე მესამედ, ხო, ასე დავიწყეთ ათვლა პირველი საერთო გათიშვა, მეორე, მესამე. რასთან გვაქვს საქმე, თქვენ რას ფიქრობთ, რა შეფასებებს გაუკეთებთ? ასეთი რაღაცა 21 საუკუნეში უნდა ხდებოდეს, როდესაც ქვეყანა მთლიანად ჩაბნელდა, ასე ვთქვათ, და ადამიანებმა წინასწარ არც იცოდნენ თუ როგორც განიმარტა რომ დატესტვა ხდებოდა. თქვენი შეფასება ამ მოვლენასთან დაკავშირებით, ასე ვთქვათ. კი ბატონო, ესე იგი პირველ რიგში უნდა ვთქვა, რომ მე არ ვიყავს თვითონ, როდესაც არის რაღაცა გადაუმოწმებელი ჭორები, კონსპიროლოგია, ამიტომ რა გამოიწვია კონკრეტულად ამ შემთხვევაში ელექტროენერგიის შეწყვეტა, ამას მე ვერ ვიტყვი. მაგრამ რაც უფრო შეგვიძლია ამ შემთხვევაში შევაფასო როგორც იურისტმა, როგორც პოლიტიკოსმა, რეაქციები, ხელისუფლების რეაქციები ამასთან დაკავშირებით, პირველ რიგში უნდა ითქვას ის, რომ როდესაც ერთი მხრივ აკეთებს უმანკო სახით განცხადებას სახელმწიფო ელექტროსისტემის ხელმძღვანელობა, რომ არა ჩვეულებრივი ტესტირება არის და მეტი არაფერი, და მეორე მხრივ უშიშროების სამსახური ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ აკეთებდა განცხადებას, რომ იწყებს გამოძიებას, ეს უკვე ნიშნავს ხელისუფლება ბატონობს, იმიტომ რომ ერთი მეორეს გამოიცხავს. ან არის რაღაცა მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, საბოტაჟი, ან მსგავსი ტიპის რაიმე ქმედება, ან არის ჩვეულებრივი ტექნიკური ავარია და ეს ორი ერთმანეთს გამოიცხავს. ამიტომ უკვე როგორც მინიმუმ ერთ-ერთი სახელმწიფო ორგანო გვატყუებს. რაც შეეხება ჩემს ვარავით ამ შემთხვევაში უბრალოდ ყოველთვის შეიძლება როცა გამოძიება იწყება რომ გამოძიებელმაც და მათ შორის საქმეში ჩახედულმა პირებმაც რაღაცა ვერსიები შეიმუშავონ, ჩვენ რა თქმა უნდა არ გვაქვს ახლა გამოძიების მასალებთან წვდომა, მაგრამ მე პირადად უბრალოდ ეჭვმეპარება რომ ეს იყოს ტესტირება, იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს მე იმთავისა ვარ და თქვენს გეხსოვებათ შევარდნაძის დროინდელი ჩაქრობებიც კი, როდესაც ქვეყანას პრაქტიკულად ელექტროსისტემა განადგურებული იყო და პირდაპირ ფიდერზე ნარკოტიკებით გაბურებული შეერარებული ბანდები შერბოდნენ და ნუ გახსოვთ როგორც ხდებოდა ერთი ჩარტე გამორთე. იმ დროსაც კი მე არ მახსოვს ძალიან იშვიათი იყო რომ მთელი ქვეყანა ყოფილიყო ჩამქრალი. ანუ ავარია თავისთავად გულისხმობს იმას რომ რაღაც შეიძლება გაიჩნდეს ერთი ქალაქი, ერთი უბანი, ერთი რეგიონის რამდენიმე რაიონი. მაგრამ როცა მთელი ქვეყანა არის ჩაბნელებული, რთული დასაჯერებელი არის უბრალოდ თქვათ რომ არის ეს უბრალოდ ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება. გამოდის რომ ყველა ჰესი, ყველა თბოსადგური, ყველა სარეზერვო სიმძლავრე ერთად გამოვიდა წყობრიდან, განსაკუთრებით მე შეგახსენებთ რომ წინა გათიშვის დროს გამოვიდა წყობრიდან ისეთი ობიექტებიც კი, რომელიც როგორც წესი არ არის დამოკიდებული ახლა ქალაქის დენზე, ჩემი ოფისი რო არის დენზე მიერთებული ისე ხო არ არის, მაგალითად მაგთის ანტენები. მაგთი არ მუშაობდა, ხო ჩვენ არ მუშაობდა ინტერნეტი ახლა თუ ეს იმაზე არის დამოკიდებული მარტო ქალაქიდან დენი მეწოდება თუ არა თუ წარმოვიდგინეთ ქვეყნის ოკუპაციას რაცა გათიშოს და მთელი ქვეყანა ძალიან მაინტერესებს ეგ დენი რო ჩაქრა ივანიშვილი თავის მონებს და მინისტრებს და დეპუტატებს როგორ ურეკავდა ყველაფერი როდესაც გათიშული იყო. ამიტომ მე პირადად შემიძლია უბრალოდ ვარაუდი გამოვთქვა ეს იყო რაღაცა გარკვეული ტიპის საბოტაჟი, განსაკუთრებით ახლა თუ ერთხელ შეიძლება შემთხვევითობას დავაბრალოთ ზედიზედ მესამეჯერ ეს ვერსია ცოტათი არადამაჯერებელი არის, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ რომ მტკიცებულების გარეშე რაიმეს მტკიცება არის ცოტათი რთული, მაგრამ ვართ ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც ვართ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს რაღაცა რომ მოხდებოდა ჭორებს უფრო იმდებოდა ხალხი ვიდრე პრავდას და იზვესტიას. ნუ დღეს მიუხედავად იმისა, რომ ჭორაობა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ არ არის ზოგადად საზოგადო მოვლენებზე გამართლებული მოვლენა, მაგრამ ეხლა ქალაქში რო გავლა და რაღაცა ძმაკაცები რომ მეტყვიან რაღაც ჭორს, სამწუხაროდ ესეთ ტრაგიკულ ვითარებაში ვარ. ის უფრო დასაჯერებელი არის, ვიდრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებები.
თქვენი აზრით ბატონო კახა როგორ უნდა იქცეოდეს ხელისუფლება აი ამ დროს, როდესაც ესეთი რაღაცა ხდება მოსახლეობ, აი როგორ უნდა იქცეოდეს ნორმალური სახელმწიფოს ხელისუფალი, ასე ვთქვათ. ნორმალურ სახელმწიფოში ჯერ ერთი გამოძიება უნდა ტარდებოდეს, ასე ვთქვათ, მიუკერძოებლად და გარდა ამისა არის დამკვიდრებული წესი ყველა განვითარებულ დემოკრატიაში და სხვადასხვა სამართალო დემოკრატიებში, რომ როდესაც არის პოლიტიკურად ძნობიარი საკითხი, მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი შეიძლება ამას არ ითხოვდეს, მაგრამ ხელისუფლება თვითონ ეძახის ოპოზიციურ პარტიებს და აცნობს მას საიდუმლო ინფორმაციას. რატომ? იმიტომ რომ არ დაიწყოს პოლიტიკური სპეკულაციები, მაგალითად აი ბევრი შემიძლია ეგეთი გავიხსენო, მაგრამ როდესაც აი აბუ-გრეიბის სკანდალი იყო შეერთებულ შტატებში, დაიბარეს იქ ოპოზიციური პარტიის, ესეთი ქვია იქ bipartisan panel, დაждენ ორივე პარტიის წარმომადგენლები ერთად და თქვეს რომ აი ასე და ასე ხდება, ამიტომაც მოდი ეს მივახდება პოლიტიკური დისკუსიის საგანი. ეს არის მიღებული ფორმა ნებისმიერ განვითარებულ ქვეყანაში. საქართველოშიც ჩვენ ვყავდეს ეხლა მთავრობა და არა მაფიოზური კლანი, რომელიც საქართველოს განაგებს. რა თქმა უნდა, მათ უნდა დაეძახათ ოპოზიციური პარტიებისთვის, დახურულ კარს მიღმა და ეთქვათ, რაც ხდება, რომ აი ესა და ეს ხდება და მოდით აქედან შევხვდეთ პოლიტიკური დაპირისპირების საგანს. მაგრამ, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლება პრაქტიკულად საქართველოს ხელისუფლება ამ სიტყვის კლასიკური გაგებით არ წავს, ეს არის რაღაცა ოჯახური ბანდა, რომელიც დროებით ფაქტობრივად განაგებს ჩვენს ქვეყანას, ამიტომ ივანიშვილმა ეხლა შეიძლება ეს კრიზისი როცა შეიქმნა ადიკოს და ოძახოს და კიდევ ვიყავს პატიკო და ჭუტიკო და ასე შემდეგ, მაგრამ თავში აზრად რომ ინსტიტუციები ჩააყენოს საქმის კურსში, რა თქმა უნდა, ასეთი რამ მას თავში არ მოუღმა. ბატონო კახა, დღეს თქვენ როგორც პოლიტიკოს, როგორც იურისტს მინდა გკითხოთ ეს შეკითხვა დაგისვა. დღეს ნიკა მელიას კიდევ ერთი განაჩენი გამოუცხადა, ხო, სასამართლომ წელი 1 წელი და 6 თვით სასამართლოს შეურაცხყოფის გამო მას მიესაჯა ეს სასჯელი როგორც. აი ზოგადად ვიცით ხომ ყველა ოპოზიციური თითქმის ყველა უმრავლესობა ოპოზიციური პარტიის ლიდერებზე აღწრულია საქმეები სხვადასხვა კუთხით. რასთან გვაქვს აი ამ კუთხით საქმე? რასთან გვაქვს გასაგები არის რეჟიმმა გააფრინა, მე უბრალოდ არ ვიცი ხა თრიალეთს უყურებს ივანიშვილი, მაგრამ თუ ვინმე მიუტან სხვა ეთერებშიც ვამბობ ამას, მინდა გითხრა რომ გრიგორიჩ გაბრიყვებენ. აი გაბრიყვებენ როგორც უკანასკნელ არიფს, როდესაც ამ განაჩენებზე ხელს გაწერინებენ. იმიტომ რომ ეს ყველაფერი მოუბრუნდება არა კობახიძეს, არა რა ვიცი ვინ არის კიდე პაპუაშვილს. ეს მოგიბრუნდება შენ და შენ ოჯახს, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით ყოველთვის რომ ხელისუფლების შეცვლის შემდგომ დგება საკითხი, რომ რა უნდა უყოლ ყოფილ პირველ პირს. პირველ პირზე არის აქ საუბარი ყოველთვის. მეორე მესამე ვიცით ამ ქვეყანაში უმუსოდ გადაპორტირდებიან ეგრევე და ასე ვთქვათ სასჯელს ამითი აიცილებენ, მაგრამ პირველ პირზე დგება საკითხი რა უნდა უყოლ. და გვახსოვს ჩვენ სხვადასხვა პირველი პირების ხვედრი. შევარდნაძე არ დააპატიმრეს, მაგრამ თავში ცხოვრების უკანასკნელი 11-12 წელიწადი რამდენიც იცოცხლა ვარდების რევოლუციის შემდგომ გაატარა შინაპატიმრობაში რეალურად, ხო? გვახსოვს სააკაშვილი რა დღეში არის ახლა კლოუნივით, ამასაც ხედავთ და მათი ხვედრი კიდე გამოდგა შედარებით უფრო მსუბუქი, იქიდან გამომდინარე რომ ხელისუფლება როცა შეიცვალა, ნახეთ როგორ მოხდა შევარდნაძე რომ გადადგა, ხელისუფლებაში მოვიდა ის ხალხი, რომელიც პირადად რეპრესირებული არ იყო. ანუ მათ უნდა ძალაუფლება წაერთმიათ შევარდნაძისთვის, მაგრამ ასე ვთქვათ, შევარდნაძე რომ პირადად ციხეში ჩაეგდო, ეხლა ჟვალიეს, სააკაშვილს და ბურჯანაძეს ამისი არანაირი мотивация არ ჰქონდა. ივანიშვილს რასაც აკეთებინებენ, ეხლა აკეთებინებენ, იმიტომ ამბობ რომ ეხლა განათვითონ არ არის პასუხისმგებელი, თვითონ არის. უბრალოდ ეს არის ადამიანი ამყოლის სხვისი აზრების და სხვისი რჩევების თავისი ფსიქოტიპიდან გამომდინარე. ხუფავენ, იმიტომ რომ ხელისუფლებაში ვინც არ უნდა მოვიდეს უკვე მისი გადადგომის შემდგომ ყველა ყავს პირადად გამწარებული. აი როგორ წარმოუდგენია მას მთელი ოპოზიცია რო ციხეში ჩაყარა, ну ვიღაცა მე არ ვიცი კონკრეტულად ვინ მომავარა, ვინც არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ყველას ციხე აქვს მოხიხილი. აი როგორ წარმოუდგენია მას მერე ეს ხალხი რა სიტყვის რომ მოდი ახლა ხელისუფლება შეიცვალა და მოდი ბატონი ბიძინა გავუშვათ დამსახურებულ პენსიაზე? ამას სიტყვის თუ დაერევა მას და მის ოჯახს და მის გარემოცვას და მის ქონებას და აგურ-აგურ გაიტანოს ყველაფერს რაც ამდენი წელი შეუქმნია და დაუგროვებია, ამაზე უნდა იფიქროს. ყველა დიქტატორი და ყველა მმართველი ფიქრობს იმაზე, ელცინი ფიქრობდა, ლოცე ძახდნენ და კაცი ესე იგი და არყიდან ვერ ხიზდებოდა, მაგრამ იმანაც კი იფიქრა იმაზე, რომ ხელისუფლება დასასრულისკენ რომ მიდიოდა, როგორ უნდა უზრუნველყო თავისი და თავისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება და ქონება.
და ამაზე უნდა იფიქროს იუანიშვილმა, რომ დღეს რასაც აკეთებს, ეხლა მელიას ერთ წელიწადს მიუსჯიან თუ 35 წელიწადს არანაირი მნიშვნელობა ამას ნიკა მელიასთვის არ აქვს. იმიტომ რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, მაინც ნიკა მელია იჯდება ციხეში იმდენხანს, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პოლიტიკური პატიმარი, რამდენხანსაც იქნება ეს რეჟიმი. 50 წელი თუ იქნება, 50 წელი იჯდება, 2 თვე თუ იქნება, 2 თვეში გამოვა მელია. ამიტომ მელიასთვის ამას არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. ამას მნიშვნელობა აქვს ივანიშვილის ოჯახის წევრებისთვის. ცოტნესთვის და უტასთვის და რა ქვია კიდე იმათ რას უტოვებს, ამას თუ უფიქრია. შევარდნაძის ოჯახის წევრები მაგალითად საქართველოში მუდმივად არ ცხოვრობენ, მე მგონი, მაგრამ ჩუმად მაინც შემოიპარებიან ხოლმე. აი როგორ წარმოიდგინეთ ივანიშვილს მისმა 4 შვილმა მისი ხელისუფლება რომ დაემხობა და საყოველთაო ზეიმი რომ იქნება, მე როგორ უნდა იცხოვროს საქართველოში. არ უფიქრია. ამიტომ მე ვაფრთხილებდი წინასწარ პარლამენტში ვიყავი, როცა სააკაშვილი და მერაბიშვილი იყვნენ, პრეზიდენტი და შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინ პარლამენტის წევრი ვიყავი და პირდაპირ როგორც ეხლა ვამბობ, მათთვის პირდაპირ სახეში მაქვს პირისპირ ეს ნათქვამი საპარლამენტო სხდომის დროს და ხითხითებდა მაშინ მახსოვს ერთიც და მეორეც. ხო და იხითხითონ ეხლა ერთმა მოიხადა უკვე 9 წლიანი სასჯელი და მეორე იხდის ჯერჯერობით ამას და ასე რომ ივანიშვილსაც შემიძლია უთხრა რომ თავს იღუპავ ძამიკო მეტი არაფერი ნიკა მელიასთვის ამ განაჩენით არაფერი არ შეიძლება. კი ბატონო კახა, ჩვენ ვიცით რომ ხშირად საუბრობთ, ხშირად ხართ ჩვენი სტუმარი და აფასებთ ხოლმე, თქვათ ახალ კანონებს და ასე შემდეგ, ეგრეთ წოდებული, კანონებია მიღებულია, რეპრესიულია თუ ასეთია კანონები ქვია ხომ? თუნდაც ბოლო შემთხვევაც გავიხსენოთ, ვახოსანაიას შემთხვევაში Facebook სტატუსის გამო მიუსაჯეს ორკვირიანი დაახლოებით 14 დღიანი პატიმრობა. ასე აჩუმებენ თავისუფალ ხმას, ხომ ცდილობენ ასე ჩაახშონ, გააჩუმონ. ასევე თრიალეთის მდგომარეობაც უცვლელია. უცვლელსაც ვერ დავარქმევ, იმიტომ რომ ჩვენ ფაქტიურად ეთერი არ გვაქვს, ასე ვთქვათ, ხარვეზებით გავდივართ, შეზღუდული რესურსებით გავდივართ, თუმცა ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს ხმა გაიგოს ხალხმა, ხომ? აი, რასთან გვაქვს ამ შემთხვევაშიც საქმე, ასე დავსვავდი ისევ კითხვას, ხომ? მე სანაიას გეტყვით ჩემს მოსაზრებას. ესე იგი, რომ ზოგადად ეს კანონი რომ მაგალითად ეს რა ქვია რაც დაუძახა ხა ყველა სიტყვა ყველა მუსიკის სიტყვა ეთერში არ შეიძლება გამეორება რა სიტყვითაც მოიხსენია მან თუნდაც ისეთი მიუღებელი ადამიანი და საქართველოს სახელმწიფოებრიობის მტერი როგორც არის ბიძინა ივანიშვილი მე მგონი რომ ეს არ არის სწორი არც ეთიკურად არ არის ეს ჩემთვის გამართლებული და გეტყვით იმასაც რომ მე არც იმის წინააღმდეგი ვარ რომ ამაზე იყოს სასჯელები ჯარიმები და პატიმრობა მაგრამ სანაიას შემთხვევაში ეს არის რა თქმა უნდა პოლიტიკური რეპრესია, იმიტომ რომ ეს არ უნდა იყოს შერჩევითი. ნამდვილად ძალიან კარგი იქნება თუ მთელი საქართველოს შევთანხმდებით რომ ერთმანეთს აი სისაძაგლებს არ დაუძახებთ და პოლიტიკურ ოპონენტებსაც გავლანძღავთ, შეიძლება პოლიტიკური ოპონენტის ლანძღვა, ოღონდ რაღაც ჩარჩოებში მაინც, ხო? რაღაცით უნდა განსხვავდებოდნენ პოლიტიკური ლიდერები, როცა ერთმანეთს ლანძღავენ, იმისი რა ქვია, ვაგზლის ბომჟებისგან, ხო? ხო არ შეიძლება ერთი და იგივე სიტყვას იყენებდნენ. პარლამენტარი ხარ ბოლო-ბოლო ქვეყნის სახი ხარ და ითვლება რომ ფორმალურად მაინც ვიღაცის არჩეული ხარ. ამიტომ მე მიესალმები ამას თუ იქნება აკრძალვა. ოღონდ ეს აკრძალვა უნდა იყოს ორივეზე. როდესაც შეიძლება აკრძალვა ხოლმე ბიძინა ივანიშვილის აუგად მოხსენება და მისი ოჯახის წევრების აუგად მოხსენება. ხოლო მეორე ხელით იგივე ბიძინა ივანიშვილი და მისი ბილწი გარემოცვა აფინანსებს მილიონობით ლარით უამრავ ტროლს და ბოტს რომ მათ წერონ ეს სიბილწეები თავიანთი ათასობით პოლიტიკური ოპონენტის შესახებ და მათ შორის მეც არაერთხელ გავხდარ მათი სამიზნე ეს რა თქმა უნდა არის კრიმინალი. ამიტომაც აი იმ კონტექსტის გათვალისწინებით რაც ახლა მოგახსენეთ ეს არის პოლიტიკური რეპრესია. ქართული ოცნება ჩემი აზრით თავის თავს აყენებს ტერორისტული ორგანიზაციის სტატუსის ქვეშ ამგვარი ქმედებებით და მე რო გითხრათ ახლა 3-4 მთავრობას კი მოვესწარი ახლა რაც ასე ვთქვათ მახსოვს ჩემი მეხსიერებიდან გამომდინარე მეწოდება უბრალოდ ქართული ოცნება და მისი ლიდერები მათ წარმოდგენილი არ აქვთ რა ჯოჯოხეთი ელიც წინ აი რასაც ახლა აკეთებენ იმის გამო ნაციონალური მოძრაობა გახსოვთ თქვენ რომ შეიცვალა და აპატიმრეს ვიღაცები პაულს ურთყავდნენ ქუჩაში ესეც ხო გახსოვთ განსაკუთრებით პირველი წლები ეს იქნება იარმანა იმასთან შედარებით რაც ქართულ ოცნებას ელოდება
თავბეც დაიწყევლიან, რომ როდესმე იყვნენ ხელისუფლებაში. და ეს არ დამთავრდება 1 და 2 წელი, იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი ფასი. ნაციონალური მოძრაობა დღემდე იხდის სანდრო გირგულიანის მკვლელობის 7 ნოემბრის და 26 მაისის ფასს და ქართული ოცნების გადასახდელი ფასი იქნება ბევრად უფრო მაღალი. და რა ვიცი მე კი გავახსენებ ცოტათი ნეონიულად რომ ავთხილებდი, მაგრამ ჩემს გარდა ძალიან ბევრი ადამიანი ავთხილებდა, მაგრამ სამწუხაროდ როგორც გვასწავლის ისტორია, ის არაფერს არ გვასწავლის. როგორც თქვენთან ცნობილმა მოაზროვნე, ამიტომ ყველა დიქტატორს, ყველა ერთუჯრედიან იმბეცილს, როდესაც ხელისუფლებაში გონია, ხელისუფლებაში არის გონია, რომ ეს იქნება სამუდამო. აი, როდესაც ხელისუფლებაში აღარ არის, მერე გაიხსნებათ ხოლმე გონება, ვაიმე ეს რატო გავაკეთე, ვაიმე ის რატო გავაკეთე, ეს არ უნდა მექნა, ეს ვიღაცა მირჩია, ეს იმის ჭკუაზე გავია, არ მოქმედებს ეს. რამდენიც არ უნდა ამტკიცოს ეხლა სააკაშვილმა, რომ 7 ნოემბერი ბოკერიან გააკეთებინა და 26 მაისი მერაბიშვილმა, პასუხს აგებს თვითონ. და ამიტომ ყველა იმ სისაძაგლეზე და სიბილწეზე, რასაც ჩვენ დღეს ყოველდღიურად უყურებთ საქართველოში, რასაც აკეთებს ხელისუფლება, ამაზე პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილი და მისი უახლოესი გარემოცვა აგებენ პასუხს. აი ამგვარი კუთხითაც მინდა თქვენი მოსაზრება, რომ საზოგადოება მიცოდეს, ბატონო კახა, კი, უნდა იკრძალებოდეს ასეთ შეურაცხმყოფელი, თქვათ არ უნდა ხდებოდეს, თქვათ ადამიანებმა ერთმანეთს პატი უნდა ვცე და მართლა როგორც აღნიშნეთ, ბომჟები არ უნდა იქცეოდნენ თქვათ ადამიანები, თუმცა თითქოს ესეთი განცდა, განწყობა საზოგადოებაში მოსაზრება, რომ მანამდე თითქოს არაფერი არ არეგულირებდა, არ არსებობდა კანონი და ამათ მიიღეს, ახლა მიიღეს და ახლა იცავენ, თქვათ ამგვარი საჯარო სივრცეში ადამიანებს, თქვათ ამგვარი ქმედებისგან, რომ ბილდს სიტყვაობა და ასე შემდეგ, როგორ შეიძლება თქვა. აი თქვენ როგორც იურისტი, რას ეტყოდით საზოგადოებას? კანონი ხომ მანამდეც არის. არ შეიძლება იყოს ცალხრივი. არ შეიძლება იყოს შერჩევით. ხო არ შეიძლება მაგალითად ჩაიწეროს სისხლის სამართლის კოდექსში, რომ იკრძალება მხოლოდ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების მკვლელობა. და ყველა სხვა ადამიანი შეგიძლიათ მოკლათ. ნუ ხო აბსურდი იქნებოდა. ასევე აბსურდია, როდესაც საქართველოში იკრძალება მარტო ბიძინა ივანიშვილის ლანძღვა და ყველა დანარჩენი ადამიანის ლანძღვაში არათუ ნებადართული არ არის ხელისუფლება ფულს იხდის. ეს არის კრიმინალი, ეს არის ჩვეულებრივი სისხლის სამართლის დანაშაული და მე ვფიქრობ ამაზე დღესვე არის მსჯელობა დასაწყები, რომ როგორც ჰიტლერის რეჟიმი ვიდრე დამთავრდებოდა, წინასწარ იყო შექმნილი ნიურნბერგის ტრიბუნალი, ეხლავე საქართველოს სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ძალებმა უნდა დავიწყოთ ჩვენ მზადება იმისთვის, რომ შეიქმნება ნიურნბერგის ტრიბუნალი, რომელიც გაასამართლებს ქართული ოცნების რეჟიმს. იმიტომ კი არა, რომ ამ რეჟიმს გადაუხადოთ სამაგერო, ეგეც აუცილებელი არის, რომ ამ უნამუსო ხალხმა, ვინც ჩვენი სახელმწიფო ასე აწლეულებს უკან დაწია, პასუხი უნდა აგოს და ასე არ შეიძლება, რომ ქვეყანა ამოიგდო იმისთვის, რა ქვია, წინხგვეშ იგულაო და მერე წახვიდე უბრალოდ სადღაც პენსიაზე. არა, ყველა ბოლო კაპიკამდე, ყველა ქოცმა, აი რაც აქ იმაში, რა ქვია, დიღომში და კოჯორში და შიმდიში სასახლეები, მე ვარ იმისი მომხრე, რომ ყველას უნდა წაერთვას ეს. ყველა მაგათი ოფშორული ანგარიში უნდა დაყადაღდეს და ყველა ბოლო კაპიკამდე სოციალურ დაუცველებლად უნდა გადაიქცეს მთელი ქართული ოცნება. ესეც აუცილებელია, მაგრამ კიდევ უფრო აუცილებელი არის, რომ ეს იყოს გაფრთხილება მომავლისთვის. ჩვენ ახლა მოვთქვამთ იმას, რომ ქვეყანას მანიაკი სააკაშვილი და ეს მეორე მანიაკი განაგებს ქვეყანას, მაგრამ ჩვენ არ ვიცით კიდე მესამე მანიაკი ეგებოდა წინ გველოდება. ამიტომაც ივანიშვილის რეჟიმის სამაგალითო გასამართლება. აი როგორც ჰიტლერის რეჟიმი გაასამართლეს გერმანელებმა ისე და ეს იყო ვაქცინა, რომ დღემდე 70 წელია გერმანიაში ამის გამო ფაშიზმმა თავი ვერ წამოწია. აი ზუსტად ასევე სანიმუშოდ უნდა გასამართლდეს ტრიბუნალზე ივანიშვილის რეჟიმი თავისი ყველა სიბინძურეები და სიბილწეები, რასაც აკეთებენ, ეს კი არ უნდა მიფუჩეჩდეს, არამედ უნდა იქნეს საჯაროდ გამოტანილი, როგორც ხდებოდა გერმანელი ფაშისტების მიერ ჩადენილი დანაშაულებების დემონსტრირება და წინ წამოწევა, აი ესე უნდა გასამართლდეს, რომ რაღაც ერთი ნახევარი საუკუნე მერე მაინც დავისვენოთ ამ საქართველოს, რომ ვიღაცა კიდე თვინ გადაბურნებული და თვინ ნაღრძობი არ მოვიდეს ხელისუფლებაში. ეს იქნება ვაქცინა, რომ არ შეიძლება რომ ხელისუფლებაში რო ხარ, ამ ქვეყანაში მოექცე ქვეყნის მოსახლეობას როგორც რაღაცა დაქირავებულ მონებს. ივანიშვილი დღეს ქართულ სახელმწიფოს ექცევა როგორც პლანტატორები რო ექცეოდნენ თავიანთი პლანტაციაში დასაქმებულ მონებს, აი ისე ზუსტად. დიდი მადლობა. ის შესაბამისი პასუხი და უნდა ნახოს ჩვენ პლანტაცია ვართ თუ 300 წლოვანი ტრადიციის მქონე სახელმწიფო, აი ეს პასუხი არის ახლა ქართული საზოგადოებისგან გასაცემი.
დიდი მადლობა ბატონო კახა თქვენი მოსაზრებებისთვის, თქვენი დროისთვის და გემშვიდობები. მაყურებელს კი მომდევნო გადაცემამდე დავემშვიდობები.